რამდენიმე საათში დაიწყება სამხრივი მოლაპარაკების კიდევ ერთი რაუნდი ამჯერად უკვე ლონდონში, სადაც შეერთებული შტატების, უკრაინის, საფრანგეთის და დიდი ბრიტანეთის პირველი პირების ოფიციალური წარმომადგენლები დასხდებიან და იმსჯელებენ იმ გეგმასთან დაკავშირებით, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკვე შესთავაზა უკრაინას და ეს გეგმა აღმოჩნდა მოსაწონი ოფიციალური მოსკოვისთვის. შეერთებული შტატები და დონალდ ტრამპი ფიქრობენ რომ უკრაინამ უნდა დათმოს ოკუპირებული, ანექსირებული ყირიმი ოფიციალურად და უარი უნდა თქვას ყირიმის ტერიტორიაზე, თუ რა თქმა უნდა უკრაინას უნდა სამშვიდობო შეთანხმების გაფორმება ოფიციალურ მოსკოვთან და ასევე დონალდ ტრამპის გეგმის მიხედვით ფრონტის ხაზი უნდა გაიყინოს ამჟამინდელი მდგომარეობით, რაც კატეგორიულად მიუღებელია უკრაინისთვის და უკრაინის პრეზიდენტმა უკვე უპასუხა ტრამპის ამ შეთავაზებას, ტრამპის ამ სამშვიდობო გეგმას და პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის კონსტიტუციის დარღვევა იქნება, თუ უკრაინა უარსიტყვის ანექსირებულ ყირიმზე, ეს იურიდიულად არის გაუმართლებელი და უკრაინა ამ დათმობაზე არასდროს წავა, ასევე უკრაინისთვის არის მიუღებელი ფრონტის ხაზის ამჟამინდელი მდგომარეობით გაყინვა, რაც ბუნებრივია მხოლოდ და მხოლოდ რუსეთის ინტერესებში შედის და ანექსირებულ 4 რეგიონსაც პუტინი საკუთარ ტერიტორიად გააფორმებს. შესაბამისად, იმ შეთავაზებით და იმ გეგმით, რომელიც დონალდ ტრამპმა წაუყენა უკრაინას და მათ შორის ევროკავშირს, უკრაინა ვერცერთ შემთხვევაში მოგებული ვერ რჩება და ეს ბუნებრივია ეწინააღმდეგება უკრაინის ინტერესებს. სწორედ ამ საკითხზე იქნება მსჯელობა ახლა დახურულ კარს მიღმა სამაგი მოლაპარაკების ფორმატში. ბუნებრივია უკრაინის უარმა ამ შეთავაზებაზე გააღიზიანა ტრამპის ადმინისტრაცია და სახელმწიფო მდივანი რუბიო, რომელიც წესით უნდა დაასწრებოდა ამ შეხვედრას და სწორედ პრეზიდენტ ზელენსკის ოფიციალური პასუხის შემდეგ რუბიომ გააუქმა ოფიციალური ვიზიტი ლონდონში და ახლა ტრამპის ოფიციალური წარმომადგენელი კელოგი დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან. გარდა ამისა, ოფიციალური წყაროები წერენ და მათ შორის ტელეგრაფით წერს, რომ ამ შეთავაზებით შეერთებულ შტატებს უნდა უკრაინის რეაქციის დატესტვა, თუმცა ამ შეთავაზებამ ბუნებრივია არ გაამართლა და დიდი ალბათობით ამ შეთავაზებაზე ოფიციალური კიევი არ დათანხმდება. უკრაინა იურიდიულად არ აღიარებს, რომ ყირიმი რუსეთისაა. ეს ჩვენი კონსტიტუციის მიღმა. ეს ჩვენი უკრაინელი ხალხის ტერიტორია. ეს არ მოხდება და ნებისმიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეს უკვე ვთქვით. თავისი არსებობით ამას ამბობს უკრაინის კონსტიტუციაც. І Конституція про це своїм існуванням. Ცეცხლის შეწყვეტა ნიშნავს, რომ ჩვენს ტერიტორიაზე დარტყმები არ იქნება და შესაბამისად არ იქნება სარკისებური პასუხები. თუ ჩვენ მზად ვართ უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის, ეს ნიშნავს სიჩუმეს ზღვაზე, ცაში, ფრონტზე, ანუ ხმელეთზე. უკრაინა მზადაა, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები. აღდგომას ყველა მიხვდა, თუ ვინ იყო ომის ერთადერთი მიზეზი. როდესაც რუსეთს დარტყმების რაოდენობის შემცირება სურდა, მან ეს გააკეთა. თუმცა იმის მიუხედავად, რომ რუსეთის არმიამ არ გამოიყენა შორი მოქმედების იარაღი, ბრძოლები ფრონტის ბევრ რაიონში გაგრძელდა. მიმდინარეობდა თავდასხმის ოპერაციები და გამოყენებული იქნა FPV დრონები. ერთადერთი მიზანი, რაც ჩვენ გვაღელვებს, ფრანგი ხალხის ინტერესების დაცვა და ევროპისა და საფრანგეთის უსაფრთხოებაა. სწორედ ამიტომ მას შემდეგ, რაც შეერთებულმა შტატებმა გადაწყვიტა შუამავლის როლის შესრულება, ჩვენ მათ ვაცნობთ ჩვენს წითელ ხაზებს, იმას თუ რას არ დავთმობთ. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა შეიმუშავა და მოსკოვს და კიევს წარუდგინა ისეთი სამშვიდობო გეგმა, რომლითაც რუსეთი უკრაინისგან მიტაცებულ ყველა ტერიტორიას ინარჩუნებს და თან ისე, რომ სარგებელს უკრაინას საერთოდ ვერ იღებს, გარდა იმისა, რომ ფრონტზე ცეცხლის შეწყდება და ბუნებრივია ეს შეთავაზებაც მოეწონა პუტინს, ყოველ შემთხვევაში პუტინის ადმინისტრაციის მხრიდან გავრცელებულ განცხადებებში კარგად ჩანს, რომ ყირიმის ანექსირებული ყირიმის რუსეთის ტერიტორიაზე შეერთება არის პუტინის ერთ-ერთი მთავარი გეგმა, თუმცა ოფიციალური მოსკოვის დაინტერესებულია იმითაც, რომ სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების დროს უკრაინამ ოფიციალურად თქვას უარი ნატოში გააწევრიანებაზე, რასაც ბუნებრივია ოფიციალური კიევი არ ეთანხმება და იმ შემთხვევაში თუ სამშვიდობო შეთანხმება
პრეზიდენტ ტრამპის გეგმის და პუტინის გეგმის მიხედვით წარიმართება უკრაინა ვერც სამშვიდობო გარანტიებს ვიღებს და ვერც ტერიტორიებს იბრუნებს ამჟამინდელი გეგმის მიხედვით, თუმცა ამ შეთანხმებას ასევე ეწინააღმდეგება როგორც საფრანგეთის, ასევე დიდი ბრიტანეთის წარმომადგენლებიც, რომლებიც დღეს დაესწრებიან დახურულ კარს მიღმა შეხვედრას და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმაც პირდაპირ თქვა, რომ ისინი დაუსახელებენ შეერთებულ შტატებს იმ წითელ ხაზებს, რომელიც ევროკავშირისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი. გარდა ამისა, გეტყვით იმასაც, რომ სამხრივი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ თეთრი სახლის ინფორმაციით მოსკოვში ოფიციალური ვიზიტით ჩავა უიტკოფი, რომელიც შეხვდება პრეზიდენტ პუტინის წარმომადგენლებს და შესთავაზებს ამერიკის შეერთებული შტატების გეგმას.